რუსი ვერ აწყეინებს რუსთან, მაგიტომ არ უნდა რომ გამოიდიონ ჩემი ძმის საქმე. ასეთ შეფასებამდე რუსების მიერ მოკლული თამაზ გინტურის ძმა ოცნების ხელისუფლება მიიყვანა. მკვლელობიდან 1 წლის შემდეგაც ოჯახის მოთხოვნას სამართლიანობის მისაღწევად ყველა საშუალებით იმუშაოს რეჟიმი უპასუხოდ ტოვებს. საგამოძიებო უწყება დუმს, რაც ნიშნავს, რომ მკვლელები დაუსჯელები რჩებიან. მთავარი კი ისაა, რომ ივანიშვილის მთავრობა ეროვნული ინტერესების დასაცავად არც პოლიტიკურ ინსტრუმენტებს იყენებს. ეს ერთი წელი ძალიან მძიმე იყო პირადად ჩემთვის, ჩემი ძმის ოჯახისთვის. ძალიან ძნელად გადავიტანეთ. ჩვენი ხელისუფლება არანაირ ყურადღებას არ გვაქცევს. არ იძიებენ ჩემი ძმის საქმეს. როგორც ბატონმა ივანიშვილმა გამოაცხადა, რუსებს ბოდიში უნდა მოუხადოთო, არანაირი ბოდიში არავის საქართველოში რუსებისთვის მოსახელი პირიქით ივანიშვილმა და რუსმა ოკუპანტებმა უნდა მოუხადონ საქართველოს ბოდიში. ხელისუფლების მაღალჩინოსნები კირბალში თამაზ გინტურის საფლავზე არც დღეს გამოჩნდნენ, არადა ოჯახს კითხვაც ბევრი აქვს და მოთხოვნაც. მოთხოვნებს შორის მთავარი კი ოთხოზორია ტატუნაშვილის სიას უკავშირდება, სადაც ოპოზიციის არაერთი მოწოდების მიუხედავად ხელისუფლებამ რუსების მიერ მოკლული მაიორის გვარი არ ჩაწერა. მეუბნებიან მშვიდობაო და გვეუბნებიან მშვიდობაო და მე ვერ დავინახე მშვიდობა. ჩემმა ოჯახმა თავის კისერზე და თავის გულზე გადაიტანა ომის შედეგი. მე ლომიძმა დავკარგე ამ ომში ერთი წესიერი პატიოსანი ქართველი მებრძოლი დავკარგე. ტატუნაშვილი ოთხოზორია სიაშიც კი არ შევიდა ჩემი ძმის გვარი და სახელი. ძალიან გული მტკივა. გინტურის მკვლელობაზე სასაუბროდ ოცნებას ამ დრომდე არც რომელიმე საერთაშორისო ტრიბუნა გამოუყენებია. სულ ბოლოს კი იმედი, რომ ივანიშვილის მთავრობა ოკუპანტებს უპასუხებს და გინტურის მკვლელების დასჯას შეეცდება, თავად ოლიგარქმა მოკლა. ეს მაშინ, როცა რუსებს ბოდიში მოუხადა და ამისთვის საგანგებოდ 2008 წელს დაბომბილი გორი შეარჩია. დასაჯელი უნდა დაისაჯოს. რა თქმა უნდა, ვინც გინდა იყოს ნებისმიერი ადამიანი. მით უმეტეს აგერ ლომიცაში შედიოდა კაცი და თავის მიზაწყალზე დაიღუპა. არ არის იმედი არაფერზე. იმედი აქამდე უნდა ყოფილიყო და არ არის. მაგათ არ არის. როგორ ფიქრობთ, რატო არ იცი? ეს არის ნათელი სახე მცოცავი ოკუპაციისა, რომ საკუთარ სოფელში, საკუთარ სალოცავში მისული ადამიანი მოკლეს რუსებმა და პუტინის სისხლიანმა რეჟიმმა. არავინ არ არის დასჯილი. პასუხსაც კი არავინ არ თხოვს. ქართული ოცნება დუმს, ქართული ოცნება ხმას არ იღებს და ყოველდღიურად ოკუპანტი მოიწევს. ყველაფერი გვეუბნება იმას, რომ საქართველოს ხელისუფლება, ამჯერად უკვე არალეგიტიმური ხელისუფლება, რუსებთან ალაგებს ურთიერთობას. რუსებთან შედის კოლაბორაციონისტულ ურთიერთობებში კიდევ უფრო მეტად, ვიდრე ამას აქამდე აკეთებდა. ამიტომ ყველაფერი უნდა გაკეთეს იმისთვის, რომ ეს მთავრობა აუცილებლად შეიცვალოს. თამაზ გინტურის სიკვდილი კი უკვალოდ არ ჩაივლის. პრობლემა რომ პოლიტიკური ნების არ არსებობაა, ადასტურებს ისიც, რომ ოჯახმა სავარაუდო დამნაშავეებზე გასვლა საკუთარი რესურსით მოახერხა. პროკურატურას ვასილ დემიდოვისა და ნიკოლაი იშჩენკოს შესახებ მიუთითა, თუმცა რეაგირება ვერც ამით აიძულა. ერთწლიანი უმოქმედობის შემდეგ და განსაკუთრებით ახლა, როცა რეჟიმის არალეგიტიმურობის პრობლემა დადგა, მისგან მკვლელობის საქმის გამოძიებას აღარც უფლება დამცველები ელოდებიან. ამიტომ ერთადერთ გზად რუსებმა პასუხი აგონ, ისევ სტრასბურგი რჩება. არც არის ცნობილი, რამდენად მოხდა საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მკვლელების გადმოცემის საკითხის დაყენება და რამდენად დადგა ეს საკითხი საერთოდ გამოძიების პროცესში. რამდენად ჩვენთვის ყველაზე მნიშვნელოვანი ახლა, რომ შიდა ეტაპების შემდეგ პროსაერთაშორისო მექანიზმების გამოყენებაზე ვიფიქროთ, სწორედ იქ, სადაც არაერთხელ მომხდარა უკვე საბოლოო სიკვდილის გარკვევა, სწორედ იქ მოხდეს ამ საკითხთან დაკავშირებით ყველა კითხვაზე პასუხის გაცემა და კონკრეტული საქმე რაც შეიძლება მალე გაიგზავნოს სტრასბურგში. თამაზ გინტური ოკუპანტებმა ზუსტად 1 წლის წინ სოფელ კირბარის მახლობლად მაშინ მოკლეს, როცა მაიორი და 2008 წლის ომის მონაწილე გინტური ოკუპანტების მიერ აჭედილ ლომისაში შევიდა. მასთან ერთად ლევან დოთიაშვილიც იმყოფებოდა, რომელიც დააკავეს და 4 დღის შემდეგ გამოუშვეს. მას შემდეგ აღარც ლომისას ტაძარი გაღებულა.